სატურნის ყველაზე პატარა ძირითადი თანამგზავრის მიმასის ორბიტის ახალი გაზომვები მიუთითებს, რომ მისი ყინულოვანი ქერქის ქვეშ დიდი საიდუმლო იმალება. მეცნიერები დიდი ხანი ეჭვობენ, რომ კრატერებიანი ზედაპირის მქონე მთვარის მიმასის 20-30 კილომეტრის სისქის ყინულოვანი ზედაპირის ქვეშ თხევადი წყლის ოკეანე იმალება. პარიზის უნივერსიტეტის ასტრონომის ვალერი ლენეის მიერ ჩატარებული ახალი ანალიზები კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ ამ პატარა მთვარის წიაღში მართლაც არსებობს თხევადი ოკეანე. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მიმასი შეიძლება შეუერთდეს მზის სისტემის იმ მთვარეთა სიას, რომლებზეც თხევადი ოკეანეები იმალება. ამ სიაში უკვე არიან სატურნის მთვარე ენცელადი და იუპიტერის მთვარეები, ევროპა, კალისტო და განიმედე, ასევე ურანის რამდენიმე მთვარე. თუმცა მიმასი საკმაოდ უცნაური სხეულია და მისი ოკეანე სრულებით არ უნდა ჰგავდეს მზის სისტემის მასშტაბით არსებულ არცერთ სხვა ოკეანეს. რაც უფრო უკეთესად ვსწავლობთ კოსმოსს, სულ უფრო მეტად ვწმუნდებით, რომ მზის სისტემა არც ისე მშრალია. როგორც ჩანს, ყინულოვანი ექსტერიერის წიაღში მრავალი მთვარე მალავს ოკეანეს. თუმცა მიმასი დიდი ხნის განმავლობაში არ მიიჩნეოდა ასე ცხეულად. საიდუმლო ოკეანეთა კრიტერიუმად მიიჩნევა დაბზარული ზედაპირი, როგორც თუნდაც ენცელადს და ევროპას აქვთ. მიმასის ზედაპირზე ასეთი ნაპრალები არ არის და ამის ნაცვლად იქ მრავალი კრატერია. შესაბამისად, მეცნიერები ფიქრობდნენ, რომ ის უნდა შედგებოდეს მყარი ყინულისგან, რომელიც კლდოვან ბირთვს აკრავს გარშემო. ამის მიუხედავად, ის თუ როგორ ირხევა მიმასი სატურნის გარშემო ორბიტაზე მოძრაობისას, იმაზე მიუთითებს, რომ მის წიაღში რაღაც ისეთი ხდება, რასაც მარტივად ვერ ვხედავთ. წარსულში ჩატარებული მოდელირება ორ სხვადასხვა ახსნაზე მიუთითებდა: წაგრძელებულ კლდოვან ბირთვზე ან გლობალურ ოკეანეზე. თუმცა ლენეისა და მისი კოლეგების მიერ ჩატარებულმა კვლევამ კლდოვანი ბირთვით ახსნა საკმაოდ დამაჯერებლად გამორიცხა. შედეგად რჩება მხოლოდ დამანული გლობალური ოკეანის ახსნა. იქედან გამომდინარე, რომ მზის სისტემაში ასეთი ოკეანეები სხვა სხეულებზე არსებობს, ეს ახსნა გაცილებით შესაძლებელი ჩანს. ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ ეს ოკეანე ძალიან ახალგაზრდა უნდა იყოს. მიმასის მოძრაობა და ოკეანის ნიშნების ზედაპირზე არარსებობა მიუთითებს, რომ ეს ოკეანე 25 მილიონ წელიწადზე ნაკლები ხნის უნდა იყოს. მის სიღრმეს კი სულ რაღაც 2-3 მილიონი წლის წინ უნდა მიაღწია, დაახლოებით 30 კილომეტრისთვის. დაახლოებით 50 მილიონი წლის წინ სატურნის ერთთან მეტ სხვა მთვარესთან, მაგალითად დიონასთან და ტიტანთან ურთიერთქმედებამ, მიმასი უფრო ოვალური ფორმის ორბიტაზე გადაიყვანა. ამას კი უნდა შეეცვალა სატურნსა და მიმას შორის გრავიტაციული ურთიერთქმედების სიძლიერე. დიდი დაწოლა გაჩენილიყო ბირთვზე, რომელიც ამის შედეგად შიდა სითბოს გამოიმუშავებს. ეს აღმოჩენა ცხადყოფს, რომ ყინულოვან სხეულთა შიგთავსი მხოლოდ ზედაპირის საფუძველზე არ უნდა შევაფასოთ.